ტექნოლოგიური სამყარო ვითარდება და უფრო მრავალფეროვანი ხდება. Რა თქმა უნდა, ამ პროცესს თანსდევს თავისი უკუ ეფექტებიც. ამ გადაცემაში ჩვენ გიყვებით ყველა ამ თემაზე და ინფორმაცია, რომელსაც მოგაწვდით, აუცილებლად მოახდენს გავლენას თქვენს მომავალზეც. გამარჯობა. Huawei-ის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია გადაცემაში და ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს დიდი პოტენციალის მქონე კომპანია. კვლევების შედეგად დადასტურდა ჩვენი ვარაუდი და აღმოჩნდა, რომ Huawei ევროპაში Android smartphone-ების ბაზარზე მოწინავე ადგილს იკავებს. ანალიტიკური კომპანია Kantar Worldpanel-ის გათვლების თანახმად კომპანია Huawei მიმდინარე წლის მესამე კვარტალში გახდა ევროპაში Android smartphone-ების მეორე მიმწოდებელი Samsung-ის შემდგომ და უკან მოიტოვა ისეთი ბრენდები, როგორიცაა Sony, HTC და Motorola. უკანასკნელი წლის განმავლობაში ჩინელმა მომწოდებელმა საგრძნობლად გაამყარა თავისი პოზიციები მოცემულ რეგიონში. 12 თვის წინ Kantar-ის რეიტინგში იკავებდა მე-6 ადგილს. ექსპერტები თვლიან, რომ მომავალში Huawei-ის გავლენა smartphone-ების ევროპულ ბაზარზე მხოლოდ გაიზრდება. იმის წყალობითაც, რომ სწორედ ეს კომპანია გამოდის ამ წელს დაანონსებული ფლაგმანური Google Phone-ის Nexus 6P-ს მწარმოებლად. 2015 წლის მესამე-მეოთხედის მონაცემებით აღსანიშნავია, რომ ყველა ევროპულ ქვეყანას შორის ყველაზე დიდ წარმატებას Huawei მიაღწია ესპანეთსა და იტალიაში. საერთო ჯამში კი Kantar Worldpanel-ის მონაცემებით სამყაროს ამ ნაწილში ზრდა განიცადა მხოლოდ ორმა ფირმამ, Samsung-მა და LG-მ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ თავისი მეორე ადგილით Huawei უნდა უმადლოდეს კონკურენტების აქტივობის შემცირებას. Xiaomi-ის სამაჯური უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ბაზარზე არ არსებობს კონკურენტუნარიანი პროდუქტი, თუმცა მიუხედავად ამისა, ისინი მაინც აგრძელებენ თავისი პროდუქტის დახვეწას და ახალ კონცეფტს გვთავაზობენ. კომპანია Xiaomi ნამდვილად უზარმაზარი წვლილი შეიტანა სატარებელი ელექტრონიკის განვითარებასა და პოპულარიზაციაში თავისი 1 წლის წინ წარდგენილი ტრეკერი Mi Band-ით. შეიძლება ითქვას, რომ კომპანია მოცემულ სეგმენტში ერთგვარი რევოლუციონერი გახდა მოცემული ტრეკერის წყალობით. სამაჯურის ასეთი წარმატება, რომელიც აღჭურვილია ძალიან მცირე ზომის LED ინდიკატორებით, დაკავშირებულია მის ღირებულებასთან. მოცემული კლასის არც ერთი ბრენდირებული პროდუქტი ვერ უწევს Xiaomi-ის ტრეკერს კონკურენციას. სულ რაღაც $13 თქვენ იღებთ ნამდვილად საინტერესო гаджеტს. აღჭურვილი 3 ღერძიანი აქსელომეტრით, ვიბრომოტორით და შუქდიოდით, პასუხისმგებელი სხვადასხვა მოვლენების შეტყობინებაზე. $13 Mi Band-ის ფუნქციონალურობა ფორას აძლევდა სხვა უფრო ძვირადღირებულ მოწყობილობებს და პროგრამულ უზრუნველყოფასთან ერთად მოიცავდა ნაბიჯის მთლელს, მანძილის ამთვლელს, დახარჯული კალორიების ამთვლელს, ძილის მონიტორინგს, ჭკვიან მაღვიძარას, შემოსული ზარებისა და მესიჯების შესახებ შეტყობინებას, პლანშეტის ან smartphone-ის გამბლოკვას. Xiaomi-მ გადაწყვიტა არ გაჩერდეს მიღწეულზე და არ მიყვეს კლასიკურ რეცეპტურას და მორიგი სიახლით ისე უამრავი მომხმარებლის სიყვარული დაიმსახუროს. სიახლე გახლავთ ფიტნეს ჩეკერი Mi Band 1S, ჩინური гаджеტის დახვეწილი ვერსია, რომელიც ითვლება პრაქტიკულად შესანიშნავ ბიუჯეტურ მოწყობილობად, რომელშიც აქცენტი გაკეთებულია ფიტნესზე. რა არ ყოფნიდა პირველ Mi Band-ს? ჩინელმა გამომგონებლებმა ვერ განახორციელეს თავის სიახლეში პულსის გაზომვის შესაძლებლობა შესაბამისი მოდულის სახით, გულისხმის სიხშირის განსაზღვრისთვის, რისთვისაც ბევრ სპორტსმენს ასე ძალიან ჭირდება ფიტნეს гаджеტი. სწორედ ეს ამთვლელი ითვლებოდა ყველაზე სასურველ სიახლეთ შემდგომი Mi Band-ისთვის. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი Mi Band 1S ეს არის მოდიფიცირებული ვერსია და არავითარ შემთხვევაში არ ითვლება Xiaomi-ის ტრეკერების მეორე თაობად. მართალია ჩატარებული სამუშაოების სია ამით არ მთავრდება. სამაჯური ასევე არის დაცული მტვრისაგან და წყლისგან. იწყობა სხვადასხვა ფერის სილიკონის ქამრებით, ხოლო მისი ჩაშენებული აკუმულატორის მოცულობა არ გაზრდილა. Mi Band 1S-ის სინქრონიზაცია შესაძლებელია როგორც iOS-თან, ასევე Android smartphone-ებთან და პლანშეტებთან. ხოლო Mi Band 1S-ის ოფიციალური საცალო ფასი ის ფაქტორია, რომელიც ხდის ტრეკერს მიმზიდველსა და გადამწყვეტს პოტენციური მყიდველისთვის. სიახლის ფასი ორიგინალური Mi Band-თან შედარებით გაიზარდა მხოლოდ $2 და შეადგენს 15-ს. Nvidia ყველასთვის კარგად ნაცნობი კომპანიაა, თუმცა უმრავლესობისთვის ის მხოლოდ ვიდეო ბარათებთან ასოცირდება. თავად კომპანიას კი უფრო დიდი ამბიციები გააჩნია და მე ის გადამჩენია მოგიყვეთ მათ შესახებ. კომპანია Nvidia მთელი ძალებით ცდილობს ვიდეო ბარათების მწარმოებლის იარლიყის მოშორებას, ამიტომ აქტიურად იკვლევს მისთვის სრულიად ახალ სფეროს. კომპანიის პრეზიდენტის ჯენ სან ხუანის განცხადების თანახმად, Nvidia-ს ინჟინრები ამჟამად კონცენტრირებულნი არიან ხელოვნური ინტელექტისა და ღრმა ტექნოლოგიური შესწავლების სფეროს კვლევებზე. ასევე ჯენ სანმა წარმოადგინა პატარა სუპერკომპიუტერი სათამაშო ინტელექტის ათვლისთვის, რომელმაც მიიღო სახელწოდება Jetson TX1. Jetson TX1 შეიცავს 256 ბირთვიან GPU პროცესორს Maxwell. მისი მწარმოებლობა შეადგენს 1 ტერაფლოპს, 64 ბიტიან პროცესორს ARM A57, Wi-Fi მოდულებს, Ethernet, ასევე 4 GB ოპერატიულ და 16 GB შიდა მეხსიერებას მონაცემების შესანახად.
მოწყობილობის გაყიდვა უნდა დაიწყოს 2016 წლის პირველ კვარტალში $299. კომპიუტერებმა შეიძინეს თვითსწავლების შესაძლებლობა, პროგრამული კოდის დამოუკიდებლად წერის შესაძლებლობა, დამოუკიდებლად აზროვნება. ყველაფერი ეს მოახდენს რევოლუციას ვებ სერვისების სფეროში, ამბობს ჯენ სან ხუანი. ხუანს ჯერა, რომ ახალი მოწყობილობა, ასევე პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც შეიქმნა მისი კომპანიის კედლებში, მნიშვნელოვნად გაამარტივებს და დააჩქარებს მანქანების შესწავლის დანერგვას პრაქტიკაში. სერვერები ახალი სოფტისა და მაღალი გამთვლელი სიმძლავრის წყალობით შეძლებენ დამოუკიდებლად სწავლასა და ქსელის კვლევას. თვითმფრინავით მგზავრობა დღესდღეობით საკმაოდ უსაფრთხოა, თუმცა მაინც არ ვართ დაზღვეულები ავიაკატასტროფებისგან. სწორედ ამიტომ ინჟინერმა ვლადიმერ ტატარენკომ შეიმუშავა კაფსულა, რომელიც ყველა მგზავრს გარანტირებულად დაიცავს. თუმცა მისი გამოყენების სურვილი ავიაკომპანიებს არ აქვთ. გავიგოთ რატო. ვლადიმერ ტატარენკომ, ინჟინერმა, რომელიც მონაწილეობდა უკრაინული ან 225 მრიას შექმნაში, შეიმუშავა კაფსულა, რომელსაც შეუძლია ჰაერში აფრენისას და დაჯდომისას ავიაკატასტროფის დროს ყველა მგზავრისა და ეკიპაჟის გარანტირებული გადარჩენის უზრუნველყოფა. მუდმივად ვხედავდი ამ საშინელებას, ვიცოდი სტატისტიკა და გამოვიტანე გარკვეული დასკვნები. ადამიანებს არასწორი შთაბეჭდილება აქვთ ავარიების შესახებ. ავარიების 80%-ის მიზეზი ხომ ადამიანური ფაქტორია. ყვება ინჟინერი. ვინაიდან თვითმფრინავის კონსტრუქტორები ცდილობენ თავად თვითმფრინავების საიმედოების გაუმჯობესებას, ადამიანური ფაქტორი კი უცვლელი რჩება და არანაირად არ აგვარებს ავარიის პრობლემას. გავიხსენოთ ახლახანს მომხდარი შემთხვევა, როდესაც Airbus A320-ის პილოტმა ანდრეას ლიუბიცმა, რომელიც ფსიქიურად გაუწონასწორებელი იყო და დეპრესია ჰქონდა, მომართა თვითმფრინავი მთისკენ. ვიქტორ ტატარენკომ გადაწყვიტა პრობლემის გადაწყვეტის გზის პოვნა, რომელიც გადაარჩენდა მგზავრებს ადამიანური ფაქტორისგან. ინჟინერის გადაწყვეტილება გახდა კაფსულა, რომელიც მაგრდება ფიუზელაჟზე და საჭიროების შემთხვევაში გამოიყოს თვითმფრინავს რამდენიმე წამში. საორძლიანი კაფსულა მგზავრებისა და ეკიპაჟისთვის გამოიყოფა თვითმფრინავის ფიუზელაჟს უკანა ლუქიდან 2-3 წამში. თავიდან ვარდება პატარა პარაშუტი, რომელსაც გამოაქვს უფრო დიდი პარაშუტი, ხოლო მას თავის მხრივ გამოაქვს კაფსულა. კაფსულა ვარდება 8-9 მეტრ წამში სიჩქარით, ხოლო სპეციალური სენსორი განსაზღვრავს ზედაპირამდე მანძილს. გზის ბოლოში აქტიურდება დენთის ძრავები, რომელიც ამოხრუჭებენ კონტეინერს და ის ეშვება ნულოვანი სიჩქარით. კომპანია გადამზიდები უარს ამობენ სისტემის წარმოებაში ჩაშვებაზე, ვინაიდან მის გამო თვითმფრინავში ერთი რიგით ნაკლები სავარძლელი იქნება, ანუ რეისზე ნაკლები ბილეთი გაიყიდება. თვითმფრინავი გახდება უფრო მძიმე და გაიზრდება საწვავის ხარჯი. მე მათ ვკითხე, თქვათ და ბილეთი 30%-ით ძვირი იქნება, რომელი თვითმფრინავით გაამგზავრებთ ოჯახს ან თავად გაფრინდებით. ჩვეულებრივით თუ ისეთით, რომელზეც შეძლებთ გარანტირებულად გადარჩენას, მაგრამ მე მიპასუხეს, რომ მათ ახლა არ აქვთ პრობლემები უსაფრთხოებასთან, ამბობს ინჟინერი. შეიარაღებული მხოლოდ ამბიციით და სურვილით დაანგრიო ყველა საზღვარი. ივროსი იგივე ჯეთმენი აგრძელებს წარმოუდგენელი ტრიუკის შესრულებას თავისი სიცოცხლის რისკის ფასად. ფრანგი პილოტი ექსტრემალი ივროსი, რომელიც ცნობილია ასევე როგორც ჯეთმენი, ცნობილი გახდა თავისი ფრენებით Grand Canyon-ისა და Rio de Janeiro-ზე. მორიგი თავბრუდამხვევი ტრიუკი მან შეასრულა დუბაის თავზე თავის პარტნიორთან ვინსონ რეპეტსთან ერთად. მათ ჩაისვეს რეაქტიული ზურგჩანთები და შეასრულეს კომპანია Emirates Airlines-ის A380-ის ფრენა. თვითმხილველების აზრით, ეს სულისშემძვრელი ავიაშოუ იყო. ნებისმიერ არასწორ მოძრაობას შეიძლება გამოიწვიოს სარისკო ფრენის მონაწილეების შეჯახება გიგანტურ აერობუსთან. მაგრამ როგორც ვიდეო მოწმობს, ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა და გამოიყურებოდა საკმაოდ ეფექტურად. რა თქმა უნდა, ჩვენ წინაშეა მხოლოდ კომერციული შოუ დუბაის ემირატების ავიახაზებისგან, მაგრამ ამის გამო ის ნაკლებად შთამბეჭდავი არაა. A380 ყველაზე დიდი სამგზავრო თვითმფრინავია მსოფლიოში. როსიმ და რეფეტმა შემოუფრინეს მას ყველა მხრიდან. მიმდინარე მოვლენების გადაღებით 1200 მეტრის სიმაღლეზე დაკავებული იყო სპეციალური ვერტმფრენი. არ გაგიკვირდეთ თუ ცოტა ხანში თქვენთან ერთად თქვენი ტანსაცმელიც დაიწყებს სუნთქვას, რადგან კომპანია New Balance-მა უკვე შექმნა სუნთქავი მასალა. არ გამოურიცხავ, რომ სუნთქვასთან ერთად სამოსმა მალე შეძლოს ლაპარაკიც და უკმაყოფილება გამორთქვას თქვენი უყურადღებობის შესახებ. წარმოიდგინეთ დასრული, გაბრაზებული მაისური და ეჭვიანი ნასკები. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევარებმა და New Balance-ის სპეციალისტებმა ერთობლივად შეიმუშავეს ნამდვილად მსუნთქავი მასალა. იმ დროს, როდესაც ტანსაცმლის სხვა მწარმოებლები ეყრდნობიან ქიმიურ გადაწყვეტილებებს. პროექტი BioLogic გულისხმობს ტანსაცმელში ნამდვილი სავენტილიაციო ნასვრეტების არსებობას, რომელიც ადამიანის ოფლიანობის დროს იხსნება. თქვენი კითხავთ, თუ რა აიძულებს ნასვრეტებს გახსნას? ეს ბაქტერიებია სახელწოდებით Bacillus subtilus natto.
ამ ბაქტერიების ცილა, ცელულოზა და დნმ ფართოვდება მოლეკულარულ დონეზე ტენიანობის დონის გაზრდისას. თხელ შრეზე მილიარდობით ამ ბაქტერიების განთავსებისთვის 3D ბეჭდის ტექნოლოგიის გამოყენებით მკვლევარებმა შეძლეს აიძულონ მას მოხრა ტენიანობის გაზრდის დროს. შემდეგ ასეთი შრეების ნაჭრებს კერავენ ტანსაცმელში და ისინი მუშაობენ სავენტილიაციო ნასვრეტების სახით. შედეგად იღება, როდესაც გამოიყოფა ოფლი და იხურება, როდესაც ის შრება. ველოსიპედით გადაადგილება სულ უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და განვითარებული ქალაქებიც მაქსიმალურად უწყობენ ხელს მათ, ვინც ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი არჩია. ლონდონი ერთ-ერთი ასეთი ქალაქია, სადაც გადაწყდა საკმაოდ საინტერესო პროექტის განხორციელება. შარშარ ბრიტანული მედიის განცხადებებიდან ცნობილი გახდა ლონდონის ცენტრში ტემზას სანაპიროს გასწვრივ ველოსიპედის მცურავი ბილიკის მშენებლობის მრავალმილიარდიანი ამბიციური პროექტის შესახებ. ახლა პროექტის რეალიზებისთვის სახსრების მოსაძიებლად ამოქმედა კრაუდფანდინგური პლატფორმა Indiegogo. წარმატების შემთხვევაში ველოსიპედითა და ფეხით სეირნობის მოყვარულები მიიღებენ უსაფრთხო მარშრუტს ლონდონის ცენტრში $2 საფასურად. მცურავი ბილიკი გადებული იქნება ნაპირის სიახლოვეს და არ შეუქმნის პრობლემებს მდინარის ტრანსპორტს. მცურავი ბილიკი გათვლილია მოცურების საწინააღმდეგო საფარის მქონე 4 ველოსიპედის ზოლზე. ტემზაში ჩავარდნისგან ველომრბოლელებს დაიცავს მოაჯირები. იმისთვის, რომ ველომრბოლელებმა და ფეხით მოსიარულეებმა არ შეუშალონ ხელი ერთმანეთს, გათვალისწინებულია შემდეგი რიგითობა. ველოსიპედით მგზავრობის პიკში ბილიკი გახსნილი იქნება ველომრბოლელებისთვის. დანარჩენ დროს კი ისინი დაუთმობენ ფეხით მოსიარულეებს. უქმე დღეები იქნება ქვეითებისთვის. მცურავი ბილიკის განათებას უზრუნველყოფს აღდგენადი წყაროები, ქარი, მოქცევა და მზის ბატარეები. ერთდროულად მიღებული ენერგიის ნაწილი დაგროვდება აკუმულატორულ ბატარეებში ენერგიის დეფიციტის შემთხვევებისთვის. ოზონის ხვრელმა 2006 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. მას შემდეგ გატარდა გარკვეული ღონისძიებები და მან შემცირება დაიწყო. თუმცა წელს კვლავ მიაღწია 2006 წლის მაჩვენებელს. ნახოთ რატომ. ანტარქტიდის თავზე ოზონის ხვრელმა ფართობით ჩრდილოეთ ამერიკას გადააჭრა და მიუახლოვდა 2006 წლის რეკორდულ ნიშნულს. ოზონის დამანგრეველი ნივთიერებების წარმოებაზე ახალი კანონმდებლობისა და შეზღუდვების დაწესებამ ხელი შეუწყო ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების რაოდენობის შემცირებას და ოზონის შრე თანდათან იშუშებს იარებს. მიუხედავად ამისა, გაზაფხულსა და შემოდგომაზე ასეთი ქიმიკატები ჯერ კიდევ კონცენტრირდებიან ჩვენი პლანეტის პოლუსების თავზე და ქმნიან ერთგვარ სეზონურ ოზონის ხვრელებს. ანტარქტიდაში ახლა ზაფხულია და ასეთმა სეზონურმა ოზონის ხვრელმა მიაღწია 26 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტ ფართობს. მეცნიერები თვლიან, რომ ასეთ ზომას ხვრელმა მიაღწია სამხრეთ პოლუსის მიმართულებით თბილი ჰაერის უჩვეულოდ ძლიერი ნაკადის წყალობით. ატმოსფეროში ოზონი ქმნის დამსავ ბარიერს და ირეკლავს მზის მავნე გამოსხივებას. 2006 წლის სექტემბერში დაფიქსირდა დაკვირვების ისტორიაში ყველაზე დიდი ოზონის ხვრელი. ნახოთ დაამყარებს თუ არა ამ რეკორდს წელსაც. კვლევები გვაჩვენებს, რომ ოზონის ხვრელი 2040 წლამდე მთლიანად არ გაქრება. ტექნოლოგიური სიახლეები ამარტივებს ყველაფერს, რასაც ის ეხება. მედიცინა კი სწორედ ის სფეროა, რომელმაც ბოლო წლებში დიდი პროგრესი განიცადა და განაგრძობს. ახლა ვნახოთ კიდევ ერთი რევოლუციური სიახლე სამედიცინო სამყაროდან. პაციენტისთვის სწორი დიაგნოზის დასმის შესაძლებლობა ფაქტიურად შეხებისა და ყველანაირი ინვაზიური პროცედურის გარეშე. განა ყველა თანამედროვე ექიმის ოცნება არ არის? ფანტასტიკის, კერძოდ Star Trek-ის მოყვარულებს არაერთხელ სმენიათ ეგრეთ წოდებულ სამედიცინო ტრიკოდერზე, მოწყობილობაზე, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ცოცხალი არსების დიაგნოსტირება. მისი შექმნის მცდელობაც ხშირად მომხდარა. სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს სისტემა, რომელიც გარკვეული დროის შემდგომ შესაძლებელი ადამიანის კიბოს სიმსივნეების განსაზღვრისთვის გამოიყენებოდეს გარკვეულ მანძილზე. საინტერესო ისაა, რომ ყველაფერი დაიწყო თავდაცვის სააგენტო დარპადან, რომელსაც უნდოდა მიწისქვეშ დამალული ბომბების ძიების მოწინავე საშუალების შემუშავება. ახლა კი სკანირების ანალოგიური პრინციპი შეცვალეს ისე, რომ შესაძლებელი გახდეს ადამიანის ორგანიზმის სკანირება კიბოს უჯრედების არსებობის დასადგენად. კიბოს სიმსივნეების ირგვლივ როგორც წესი იქმნება დამატებითი სისხლძარღვების მჭიდრო ქსელი, რომელიც მათ კვებავს. ამ თავისებურების წყალობით მარტივად არის შესაძლებელი ადგილის განსაზღვრა, სადაც არსებობს სისხლძარღვების ქსელი, რომელიც პრინციპში იქ არ უნდა იყოს. მოცემული კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პიერ კიური იაკუბი ამბობს, რომ რეალურად მოქმედი სამედიცინო ტრიკოდერის შექმნამდე მეცნიერება ჯერ ვერ მივიდა და სიხარული ნაადრევია. საჭიროა მინიმუმ 10-15 წელი, სანამ მოცემული ტექნოლოგია მზად იქნება საავადმყოფოებში გამოსაყენებლად.
ალბათ ბევრმა იცით და გახსოვთ თამაში ტეტრისი, რომელიც როგორც აღმოჩნდა მავნე ჩვევებისგანაც გაგანთავისუფლებთ. ამით კიდევ ერთხელ დამტკიცდა გამოთქმა, ყველაფერი გენიალური ძალიან მარტივია. თანამედროვე გეიმერებს შორის უკვე ბევრია, ვინც მიმართავს ძველ საყვარელ ტეტრის, რომელიც მოიგონა ალექსეი პაჟიტნოვმა 30 წელზე მეტი ხნის წინ. თანამედროვე კომპიუტერული თამაშების დიდი ბებია გაიხსენა ბელგიურმა გამოცემამ. სტატიაში გამოქვეყნდა კვლევების შედეგები, რომელშიც მონაწილეობდნენ 18-დან 27 წლამდე სტუდენტები, რომლებსაც გააჩნდათ მავნე ჩვევები, გადამეტებული ჭამა, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიმართ მიდრეკილება. მეცნიერებმა ექსპერიმენტის მონაწილეებს შესთავაზეს ყურადღება გადაეტანათ ერთი დღით მაინც მავნე სურვილებისგან თამაშ ტეტრისის დახმარებით, რის შედეგადაც უნდა შეეფასებინათ თავისი მდგომარეობა ასპალიანი შკალით. შედეგებმა გააკვირვეს ორგანიზატორებიც და მონაწილეებიც. მათგან დაახლოებით 70% თამაშის პროცესში სხვა არაფერზე ფიქრობდა გარდა ვირტუალური აგურების დალაგებისა. მეცნიერების აზრით, ტეტრისის თამაშის დროს ტვინი გადაერთვება სხვა რეჟიმზე. ამასთან საკმარისია დღეში რამდენიმე სამწუთიანი სეანსი და ალკოჰოლის, ნარკოტიკისა და გადამეტებული ჭამის მიმართ მიდრეკილება საგრძნობლად მცირდება. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა გამოვიდა გეიმერებისთვის ნანატრი Fallout 4 და როგორც აღმოჩნდა, ლოდინი ამად ღირდა. ნახოთ, როგორ შეაფასა საზოგადოებამ ეს თამაში. Everything can change in an instant, whether or not you're ready. This wasn't the world I wanted, but it was the one I found myself in. 10 ნოემბერს მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში გამოვიდა Bethesda Softworks-ის როლური თამაში Fallout 4 პერსონალურ კომპიუტერზე PlayStation 4-სა და Xbox One-ზე. ციფრული დისტრიბუციის მაღაზიაში Steam ხელმისაწვდომი გახდა ორშაბათს. საზღვარგარეთის პრესის რეაქცია თამაშზე დადებითი აღმოჩნდა. PS4 და PC ვერსიების რეიტინგმა რეცენზიების აგრეგატორზე Metacritic შეადგინა 89 ქულა, ხოლო Xbox One ვარიანტი 91 ქულა 100-დან. IGN-ის ჟურნალისტმა დენ სტეპლტონმა თამაშის დადებით მხარეებს შორის გამოყო მისი სამყარო, კრაფტინგის სისტემა, სიუჟეტი, პერსონაჟები და უზარმაზარი მრავალფეროვნება. გამოცემის თანამშრომელმა მინუსებს შორის დაასახელა მხოლოდ პროგრამული ბაგები, მაგრამ ამასთან აღნიშნა, რომ ტექნიკური ნაკლები არ აფუჭებს თამაშისგან მიღებულ შთაბეჭდილებას. თამაში 40 საათის გატარების შემდეგ შემიძლია დარწმუნებით განვათავსო ის Fallout-სა და Fallout New Vegas შორის, დაასკვნა ჟურნალისტმა კრის კარტერმა. Fallout 4-ში გადმოვიდა სერიის ტიპური პრობლემების უმრავლესობა, მაგრამ ამასთან ერთად მან მიიღო მისი მომხიბვლელობაც. შემქმნელებმა ბევრი რამ ისე გააკეთეს, როგორც საჭიროა, მაგრამ სიუჟეტი ძალიან უსორმასოროა და შეფერხებები არასდროს იცვლება. Let's go, boy. ცოცხალი არსებები გამუდმებით განიცდიან ევოლუციას და ახდენენ გარემოსთან ადაპტირებას. ჩვენ ადამიანები კი თავად ვქმნით ისეთ გარემოს, რომელსაც რთულია შეეგუო. ამიტომ გირჩევთ, კვირაში 20 წუთი დაგვითმოთ ჩვენ. ახლა კი დროა დაგემშვიდობოთ. ნახვამდის.